როგორი ტიპის ურთიერთობას სურს და რა სურს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან ურთიერთობაში. მოცემულია ორი ვარიანტი, პირველი ან მეორე ვარიანტი. თუ გინდათ ქვების მიხედვით აირჩიეთ, აი პირველი ვარიანტი იყოს ამეთვის ტოსქვა, იასამნისფერში გაწყობილი, მეორე იყოს თვარის თქვა. აირჩიეთ იასამნისფერი თუ შავი. დამწერეთ კომენტარში რომელი ვარიანტი აირჩიეთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტის განხილვით. პირველ ვარიანტს ახლა თქვენ მიმართ გრძნობა, ნება, სასიყვარულო ენერგია, ცოცხლოვანი ენერგიები აშკარაა რომ გააჩნია და თითქოს უნდა კიდეც რომ თქვენ იყოთ ინიციატორი ურთიერთობაში, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ქალები მიყურებთ, მამაკაცები მიყურებთ, ქალი უნდა რომ იყოს ინიციატორი ურთიერთობის, ქალმა გამოხატოს სურვილი, ყურადღება და მასზე გადავიდეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობები ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ სექსუალური ენერგიების დავნების გარდა ემოციებიც არის და ემოციური გრძნობებიც გააჩნია და რაღაცა ემოციურად შეიძლება ძალიან ჯაჭულივით არის და ერთის მხრივ აშინებს კიდეც ეს ემოციური სიახლოვე და მეორეს მხრივ აღიზიანებს და აი თითქოს და აქედან გამომდინარე შეიძლება ისე იქცევა რომ გსჯიდეთ ურთიერთობაში, აი მაგალითად გაბრაზდეს, გაქრეს, წავიდეს, ან რაღაც დისტანციები ითამაშოს ურთიერთობაში, ცივაცხელა ეს იმიტომ რომ ეშინია ემოციური სიახლოვის და აქედან გამომდინარე რომ აი როგორ მე ესე ზედმეტად ქალი შემიყვარდა ან როგორ ეხა მე ქალმა ასე მომხიბლა და აქ მიდის მე მის ფსიქიკაში მთელი ემოციური ამბები, ყევები, საქანელა და თან გიბრაზდება, თან მოდის, თან ვერ მოდის. ნუ იდეაში რო ვთქვათ, ურთიერთობა ნამდვილად სურს, უბრალოდ სერიოზული ურთიერთობა და პასუხისმგებლობებისთვის ჯერ მზად არ არის. რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ვიტყოდი, რომ გრძნობები მეორე ვარიანტთანაც არის. აქაც სურს აი რომანტიკა, ემოციები, მაგრამ აქ ძალიან დიდი ალბათობა, რომ სასიყვარულო სამკუთხედი იყოს, ან უბრალოდ მესამე პირები არსებობდეს და ნუ აი უნდა ურთიერთობაში ზოგადად მოდუნება, სიმშვიდე, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, როგორც თვითონ უნდა ისე იყოს, არ გასცეს ზედმეტი ემოცია, აქეთ მიიღოს, მიმღები იყოს და არა გამცემი გრძნობების და ურთიერთობის, აქვს ეს მომენტები. რეალობაში ამ ადამიანს თავის ემოციებში და თავის გრძნობებში გარკვევა სურს ამ ურთიერთობაში. შესაძლებელია თავს გაჩვენებდით ისე რომ აი ესეთი ეჭიროს რომ არას ცივი საერთოდ არ მაქვს გრძნობები ან მალავდეს თავის ემოციებს ამ ეტაპზე და კეტავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას არ სურს თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობა, უბრალოდ აქ პრობლემა არის ის რომ რამდენიმე ადამიანთან შეიძლება ერთდროულად ცდიდეს ბედს თქვენთან და კიდე გვერდზე ვიღაცა სხვა პიროვნებებიც არსებობდეს და არც მათი დათმობა უნდოდეს, არც თქვენი დათმობა უნდოდეს. აქ არის ესეთი ამბავი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამიზიარეთ კომენტარში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ და პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, Facebook მაყურებელმა Facebook გვერდზე.